დღეს უნდა გავსინჯოთ ყველაზე გემრიელი ჩიზკეიკი ესპანეთში. ChatGPT-ს რო ვკითხოთ, პირველ ადგილზე ამოდის სან სებასტიანი ბასკეთი და ბარს რა ქვია? La Viña. ასე რომ ჩვენს ჩავჯიქით მანქანაში და ჩამოვედით სან სებასტიანში რომ ეს ჩიზკეიკი გაგვისინჯა, ხო? სან სებასტიანი არის ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი. და ყველაზე ძვირი. სახელგანთქმულია ბუნებით, პლაჟებით, არქიტექტურით და რაც ყველაზე მთავარია და რისთვისაც ჩამოვედით გასტრონომიით. Salvart ახლა რა ქვია ამ ადგილს? ახლა ვარ იგელდოს მთაზე. შეხედეთ რა შესანიშნავი ხედები იშლება აქედან. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პლაჟი ლა კონჩა, ასე ქვია. ნიშნავს ნიჟარას და ნიჟარის ფორმიდან გამომდინარე დაარქვეს ლა კონჩა. მეორე მხარეს არის კიდევ მეორე პლაჟი, ესეთი მშვენიერი ფონი, ტყე, მთა და ზღვა ერთმანეთში ესე ჰარმონიულად. ზოგადად ჩრდილოეთ ესპანეთის და კერძოდ კი ბასკეთის ბუნება ძალიან გავს ჩვენ საქართველოს ბუნებას. აი აქ რჩება ეს მთა, სადაც ახლა ვარ. საქართველოს ნოსტალგიას მიჩენს ხოლმე რამდენჯერაც ბასკეთში ჩამოვდივარ თავისი ბუნებიდან გამომდინარე. ეს არის ჩემი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი, ხო? ამ მთაზე ასევე არის ატრაქციონები, ერთ-ერთი ატრაქციონი, რომელიც ალბათ არ მოწოს, მაგრამ აიც დავიდეთ. ხო არ გეშინია რა იყო? ნუ გეშინია, მე ვარ შენთან, ნუ გეშინია. და ალბათ წივილ-კივილის შემდეგ, მოიცა. შეგეშინდა? ცოტა. ჩავიდეთ და დავაგემოვნოთ ჩიზკეიკი, რისთვისაც დღეს ვართ აქ. სამწუხაროდ დღეს მზე არ არის, თორემ პლაჟებსაც განახებდით, ძალიან ლამაზი პლაჟები აქვს, მაგრამ არა უშავს. თუ ეს ვიდეო მოგეწონებათ, სხვა დროსაც ჩამოვალთ და გადავიღებთ ბასკეთის, კერძოდ კი სან სებასტიანის პლაჟებს, ხო? ხო. Sudaki da abano tubari ei popsubani mama davitsi ora Bakta da bari. vari sunsaraki ave ჩიზკეიკისკენ მიმავალ გზაზე გავჩერდით. ეს არის ბუენ პასტორის კათედრალი, მეგობრებო, 1888 წელს აშენებული. სან სებასტიანის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ადგილი. ეს მხარე არის რესტავრაციის შემდეგ შედარებით უფრო ახალი ჩანს და აი ამ მხარეს კი აქვს შენარჩუნებული პირველი სახე და აი ეტყობა კიდეც როგორი ძველი კედლებია. ზოგადად ესპანეთში ნეოგოთიკური სტილის კათედრალები ძალიან ბევრია, სადაც არ უნდა წახვიდეთ ნებისმიერ დიდ ქალაქში, ნახავთ აი ასეთი არქიტექტურის შუა საუკუნეებში აშენებულ ეკლესიებს, კათედრალებს და შენობებს. და ზუსტად კათედრალის გვერდზე აი არის სომხური ჯვარი, არ ვიცი რასთან დაკავშირებით დადგეს ეს აქ, მაგრამ საინტერესოა. აი უკან ხედავთ სომხურ ანბანს. ესეც პლაჟი La Concha. ანუ წეღან მეგობრებო ვიყავით აი იქ, იქიდან ჩანდა ეს. და ესეც ერთ-ერთი პლაჟი ამ ქალაქის. აი შემოიჭრება ზღვა, ესე შემოდის. საჩუქარი მოგვიტანის. პოპულარი ვარ. პოპულარული. ცნობილები სან სებასტიანში. აი იქ არის პორტი, მეგობრებო, სადაც გემები შედიან, რა თქმა უნდა, და ასევე ძალიან მაგარი რესტორნები, სადაც შეგიძლიათ რომ უგემრიელესი ზღვის პროდუქტები მიირთვათ. და რაც შეეხება წევალ გითხარით არქიტექტურას, არქიტექტურულად ეს ქალაქი არის ძირითადად ესეთ მოჩუქურთმებული. გიო ჩიზკეიკი მინდა. მოჩუქურთმებული სახლებია თქო. წამოდი. და ესეც ქუჩა, უბრალოდ ქუჩები, სადაც არის უამრავი ბარები, ამათი ცნობილი გასტრონომიით, ტაპასები, პინჩოები, ტკბილი, მარილიანი, ყველანაირი საცუცნაობები და ამ ქუჩებში სადაც ახლა მივდივართ ის ჩიზკეიკი. მოვედი, ნახე რამდენი ხალხი ჩამს. და ესეც La Viña, ესპანეთში ყველაზე გემრიელი ჩიზკეიკი აი აქ არისო და ნახოთ. La Viña es este. ბევრი ხალხი იყო იქ ვერ ჩავწერდით კარგად, ასე რომ ავიღეთ ჩვენი ჩიზკეიკი და საადმე პლაჟზე წავალთ ან შვიდ ადგილს ნახავთ და დავაგემოვნებთ. ალბათ კარგი ადგილია მოგწონს? კი, ძალიან მომწონს.
თორით ხალხი ჭკუმბალაობს. ეს ბარი ლაბინია მეგობრებო 1959 წელს გაიხსნა, მაგრამ 1988-90 წლებში გაამზადეს პირველად ამ რეცეპტით ეს cheesecake. 2021 წელს კი New York Times-მა ეს cheesecake დაასახელა როგორც წლის გემო. აბა, წავიდა. ეს გირს 6 და 50. და ეხა განახებთ ესეთია. ჭამუკო გო? მოიცა. დამწვარი ზემოდან და ანუ შეხედულებით მაინდა-მაინც დიდი არაფერია, მაგრამ უგემრიელესია. არ მიკვირს რომ ესეთი აღიარება მოიპოვა. ამითხარე პონჩიკი თუ ესა უცებ. ხარად. მოღალატე, უღალატე, შენ პონჩიკს უღალატე. ძალიან მიყვარს პონჩიკი. ეს ერთ ჩვენი ბასკური cheesecake და ერთი დღე სან სებასტიანში მეგობრებო, იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ეს ვიდეო და თუ ეს ასეა, მაშინ კომენტარი და ლაიქები არ დაიზაროთ, რაც ჩვენ მოგცეს мотивაციას რომ კიდევ მეტ ვიდეოები ჩავწეროთ, ხო? დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. 2 აგვისტოს კი საქართველოში შევხვდებით. აბა, კარგად. კარგად.